ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გაცემის სტუმარი, კორუფციის მკვლევარი ბატონი ბესიკ დონაძე. როგორ ახალ გესწრებით? კარგად, მადლობა მოწვევისთვის. ეთილი იყო შენი ფეხი ჩვენს გადაცემაში პირველად ხარ და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გაქვს მოტანილი ჩვენს გადაცემაში. მოგროვდა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. კორუფცია მუდმივად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. ხო არის ესე რომ ეხლა განსაკუთრებით. ეხლა არის განსაკუთრებით ხო? აი შევანაძის მთავრობამ რაც მთელი პერიოდის განმავლობაში მოიპარა, ამათ აქ მოპარული ერთ კვარტალში, პირველ კვარტალში. იანვრიდან მარტამდე. ხო და ანუ მაგას ვამბობ და ამიტომ რაღაცებზე დავიწყოთ საუბარი ხა თუ თქვენთვის არ იქნება უხერხული. მოუყვეთ ყველაფერი კი ბატონო. ყველაფერი მოუყვეთ. ხო, ანუ რა არის იცი ხა პირველი რაც მინდა დავიწყო ხო? ეს არის ახლა ეს თანამედროვე ახლა ამ ეპოქი ახლა დღევანდელი პერიოდის ეს ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანებს რო იჭერენ ამ კორუფციის ამბავზე. ხო არის ეს რა, ანუ ძალიან იჭერენ. რას ნიშნავს? ანუ რატომ მაინც და მაინც ახლა? კორუფცია ხო სულ იყო? კი, კორუფცია სულ იყო, ანუ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ანუ კორუფცია მძვინვარებს რო თქვა საქართველოში, აი ძალიან ხო გითხა ერთ კვარტალში მოიპარეს მეთქე მარტო იმდენი ფული, რაც მთელ შევარნაძის პერიოდში გააკეთა чиновникებმა. უბრალოდ ეხლა რატომ იჭერენ? ბიზნეს კოდექსი დაარღვიეს მაგათ. ეგრას ნიშნავს. ხო, აი ყურე საქართველოში ხო გვაქვს ჩვენ სხვადასხვა კოდექსი და კანონები. ანუ ამის დარღვევა არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია რომ ბიზნეს კოდექსი არ დაარღვიო და ამათმა დაარღვიეს ბიზნეს კოდექსი და ბიზნეს კოდექსის გამო ისჯებიან. საქართველოს კანონმდებლობა ქრთამის აღებას კრძალავს. ხო. ბიზნეს კოდექსი უშვებს ქრთამის აღებას, ბიზნეს კოდექსი დაშვებულია კორუფცია, ოღონდ ბიზნეს თუ მოპარავ, მე ბიზნეს კოდექსი გსჯის. თვითონვე ანუ კონსტიტუცია ცალკე წიგნად არის გამოცემული და უდით მაგას. დარიგებული აქვს რომ როგორი უნდა იყოს ბიზნეს კოდექსი. პატარა ბროშურა არის, ბევრი არაფერი არ წერია იქ, ძალიან ესეთი. მაგრამ აქ 2-3 წინადადებაში ძალიან მაგარი ფრაზა იყო ეს დაგიჭერენ თუ არა და ღვთისნება ყველაფერი ხო არის. ხო, სხვა შორის ეგ ძალიან საინტერესო იყო და მე ველოდებოდი ადვოკატისგან ესეთ გაправებას, რომ მამაოსგან ქონდა კურთხევა და იღებდა ქთამს. ყველა გაправება გვაქვს მოსმენილი უკვე და ერთი აი ეგ იყო რომ რადგან მაგ მიმართულებით წავიდა, რომ ანუ მის საქმიანობაში უკვე ღმერთით ჩართო ქრონოლოგიურად ეგრე უნდა გაგრძელებულიყო რა, რომ ღვთისნება იყო მაგის დაჭერა და მამაოსგან ქონდა კურთხევა რომ იღებდა. კი, მაგრამ რა არის იცი, აი საიდან დავიწყო ახლა ლაპარაკი კორუფცია, რავი, აი მოდი დავიწყოთ ტენდერები. შენთვის ერთ-ერთი საინტერესო ტენდერი რომელი იყო, აი ნუ ბოლო პერიოდში. ისეთიც რომ ცოტა იუმორიც ქონდეს შიგნით. ახლა თლათ ისე რომ აი პირდაპირ შეჭამა ეგეთი არა რა. ზოგადად როგორ არის, იცით რომ ამათმა ტენდერების ჩაწყობა ხელოვნების დონემდე აიყვანეს. ანუ აი სამსახურებში ხო არის მაგალითად შესყიდვის დეპარტამენტი არის. ხო. ამათ აქვს ტენდერების მორგების დეპარტამენტი. ხო, აი როგორ უნდა ტენდერების ჩვენზე როგორ უნდა მოარგო ტენდერი. ხო, აი ძალიან საინტერესო არის ერთი დაახლოებით 20 მილიონიანი ტენდერი არის და უნდა შეიძინონ კომპიუტერები. ხო, კომპიუტერი. ლეპტოპები უნდა იყიდონ რა. შესაბამისად ჩატარდა ახლა ტენდერი, გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ, ხარ დავასახელებ კომპანიას. ხო. გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ და მოკლედ საბუთების განხილვა დასრულდა და კომპანიას მიწერეს წერილი. რომ ყველაფერიო წარმოდგენილი არისო, ატვირთული არისო ყველაფერი პროგრამაშიო. ერთადერთი დოკუმენტი აკლეაო, ეს არის რეკომენდაციაო. ხო. და ხელი მოაწერა გარკვეულმა პიროვნებამ რა, გიორგი შალუტაშვილი ესეთი რა. ხო. და გაუგზავნეს წერილი ამ კომპანიას. რომ 3 დღეში რეკომენდაცია მოიტანეო. და 3 დღეში არ დააგვიანა ამ კომპანიამ და მიუტანა სარეკომენდაციო წერილი და ამ სარეკომენდაციო წერილს გიორგი შალუტაშვილი აწერს ხელს. თვითონვე? ხო, თავის თავს მიწერა წერილი. გააგზავნა რეკომენდაცია მომიტანეო და მე იმან იგივე ტექსტით რომ ძალიან კარგი კომპანია არისო, იმსახურებს მოგებასო და თვითონ ისე გიორგი შალუტაშვილი აწერს ხელს. და ამით ყველაფერი. ხო, და თან იმ კომპანიას 100%-იანი ავანსი მისცეს. ხო, 100%-იანი ეგრე არის. თებერვალში ჩატარდა ტენდერი და აგვისტოში უნდა შეიძინონ. ანუ აგვისტომდე აქვს დრო. მად როგორ არის, ისეთ კანონმდებლობით შეგიძლია მისცი 10%, 15, 20 ავანსად.
შესაძლებელია, დაშვებულია, შეიძლება. ამათმა მისცეს 100%-იანი. ანუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დაიწყებს ეგრე ბიზნესს. 20 მილიონს რომ მოგცემ, ვერ იყიდე კომპიუტერებს აგვისტომდე? რა თქმა უნდა, არა, ელემენტარულად ასვიჯა, ვიცი 20 მილიონს რომ მომცემ, ბანკში გააჩერებ და ბანკში დავდებ ანაბარზე, იმას პროცენტი დაერიცხება და მე თუ გინდა საერთოდ ნუ შევისყიდი. ეგეთებიც არის, რომ საერთოდ არ უყიდია. ხო, ეგეთებიც არის. ეგეთი. მაგრამ რა არის იცი მაგალითად ხო? რა თანხიდან იწყებ კორუფციაზე მოძიებას. ნახე როგორ არის ჩვენ დაგვემართა ესეთი რამე კორუფციის მკვლევარებს, სხვა შორის ჟურნალისტებსაც, ვისთანაც კონტაქტობთ, ხო? მაგალითად იყო 2015-16 წლები, რომ აი 100.000, 200.000 მოიპარა. ეხლა უკვე როგორ ავართ, იცი, 9 მილიონიდან ზემოთ. ხო, გაგვიტრუხდა ის ქვევი. 200.000 რომ მოიბარა აღარ ვთვლით ამას. აი მილიონი უნდა კონდეს მოპარული 200. ჟურნალისტი რო გირეკავს? ხო, ჟურნალისტი რო გირეკავს, რომ სუყეტენდერი ხო არის, რამე მილიონზე ზევით რო იყოს. მილიონზე ქვევით უკვე გასაშუქებლათაც. ნახე რა არის. ეხლა რომ ამ კვირაში 20 მილიონზე ილაპარაკე, მერე რო თქვი რომ აი 100.000 მოიპარა ხო და 100.000 არაფერს აღარ თითქოს აღარ არაფერი. აი იცი რა არის, კაი ეს ხაძიებო პროგრამას ეგრევე ვწყო 9 მილიონიდან ზემოთ. ზემოთ რა არის შეჭმული. ხო, მაგრამ აი ხალხი გასაგებია, ხალხსაც ხო გაუტრუხდა ეგ გაბრაზება. ხო, იმიტომ რომ 20 მილიონზე ხო გაბრაზდა. და მე რეოვნები რომ 200.000-იც მოიპარა, ფიქრობს რომ 20 აქვს მოპარული რა და ეხა ანუ საქართველოს მოქალაქეებმა ბიუჯეტთან ბმა დაკარგა. ანუ მათი რო არის ფული არის შეგზნება არა ხალხს არ აქვს დღემდე აი ხაი უყურებ აი არავინ რო არის ეს აი ფინანსური კრიზისი ხო გაქვს აი შენი გადაცემის 5 წლის ბიუჯეტი აქვს ერთ კონტრაქტში მოპარული ჯუანშერ ბურჯულაძეს კი 1.5 მილიონი აქვს წაღებული ერთ კონტრაქტში აი წარმოიდგინე რამდენი ხანი იყო თანამდებობაზე და ერთი კონტრაქტი შეუმოწმეს მარტო ერთი და 1.5 მილიონი აქვს მოპარული. ერთში მხოლოდ. ერთში მხოლოდ. ხო და ეს 1.5 მილიონის რაზე როგორ მოიპარა, იცი, თბილისიდან გორამდე ჩაიტანა კატეს აპარატი და 1.5 მილიონი მოუგო 80 კილომეტრში. დაამბული საოცარი ამბავია. ეხლა კიდე რა არის ისი? კიდე არის აი მაგალითად რესტორნები. აი ხო? ეს ამათ სუსტი წერტილია. სუსტი წერტილია ამათი რომ ამათ კეიფი ძალიან უყვართ რა, მოდი ესე ვთქვათ. რაღაცებს იგონებენ ხოლმე რომ იქეიფონ. დღესასწაულებს იგონებენ. ღონისძიებებს იგონებენ რა, განსაკუთრებით რეგიონებს აქვთ ხოლმე ძალიან. აი კახეთის რეგიონს აქვს ძალიან კარგი ფანტაზია რა. მაგალითად არის ესეთ შემთხვევა რომ 17-18 იანვარს ახალი წლების მერე რა, კახეთის რეგიონის მერები შეიკრიბნენ და გუბერნატორი. ერთ-ერთ კახეთის მუნიციპალიტეტში გურჯაანში პირობითად და ამ შეკრებას დაარქვეს, რომ იმუშავეს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. ხო, აი ერთ დღეს შეიკრიბა კახეთის მერები, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ეს შეიკრიბნენ სულყელანი, გუბერნატორიც ესწრება და მუშაობენ რეგიონის განვითარებაზე. ანუ რა არის ხამაში ცუდი, ხო არაფერი არ არის. უბრალოდ მე ამათი ერთად შეკრება დაგვიჯდა 3.000 ლარი რესტორანში. ხო, რესტორანში უნდა იქეიფათ, უბრალოდ მოიფიქრეს რა, რომ ეკონომიკური განვითარება. აი, რომელი დაიჯერებს საქართველოს აი მოქალაქეები, რომ 18 იანვარს კახეთის რეგიონის მერები დაждდნენ და ეკონომიკის განვითარებაზე იმუშავეს. აია. და იცი რა უნდა გითხო, ჭამაშიც მენიუსაც აკვირდები, ხო? ნახე რა არის, ავტომატურად არის მოყვება ეს ხელშეკრულება. რას აკეთებენ, იცი? ბიუჯეტიდან ანუ რაღაც ბუღალტერი კი აღარ რიცხავს ფულს. კარტა აქვს, ხო? ხო, ბიუჯეტის კარტა აქვს და დამზადებული და მეც კარტებს ესე პირდაპირ გადაიხდის და გამოვა. ხო, მენიუებშიც როგორ არის, იცი? ახლა ის სტანდარტული მენიუები ხო ვიცით რესტორანში რაც არის, ხაშლამა არის, მწვადი არის, რაღაც ვიცით ახლა ხო რესტორანში რა. აი იუსტიციის სამინისტროს ქონდა ძალიან ესეთი შთამბეჭდავი მენიუ რა. თან მინდა გითხრათ რომ ახლა მე რასაც საუბრობ აი ტენდერებზე და ჭამებზე ყველაფერი არის დოკუმენტალურად დადასტურებული. ანუ აი ტელეფონში მაქვს აი ეს მენიუ შემიძლია გავხსნა და განახოთ. გაიგეთ. კი და ერთ-ერთი მენიუ არის იუსტიციის სამინისტრო. ვინ იყო მინისტრი მაშინ? მინისტრი არის წულუკიანი. თეა? ხო, თეა წულუკიანი არის და ეხლა აი წავიკითხავ რო არ შემეშალოს, სათაური ცოტა ესეთია მენიუსი. ერთ-ერთი კერძის
ნიგოზ ჩაზელილი პომიდორი რაღაცები ეს ხო ყველას გაგვიგია და მაინტერესებს ნაჭამი თუ გაქვს შენ ღორის დაბრაწული მუცელი ამ სტუმრად ყავდათ რომელიღაცა ტომის გელადი ხო აი რა ვიცი მე მაგალითად არ მყავს არც ანათესავში სამეგობროს ღორის დაბრაწული მუცელი რა მართლა ოფიციალურ მე რა წერია კიდე რეები შედის ღორის დაბრაწული მენიუ ნუ კამეჩის მაწვნის ტარტი და რაღაცა კამეჩის მაწვნის ტარტი ზესუმზირა ლიმონათი ყავა და ასე შემდეგ გასაგებია იცი რა უნდა კითხო კიდე აი მაგალითად კიდე თუ აკვირდები შენ სიპებს და აიპებს ხო მან ეგ ჩვენი ტკივილია ზოგადად ქვეყნის ხო, აი სიპები, აიპები ხო ბევრი, აი ხა მაგალითად ჩემთვის გამაუგებელი უბრალოდ სიტყვას მოაყოლა კალაძემ და მერიაშიო ეგრევე ჩვენთან 30000 ადამიანი მუშაობს. წარმოიდგინე 30000. თბილისი ხო დიდია მაინც. რა ხო, აი ხა მოდი გადაჭიმული აი ნეგაპოლისი, აი ნახე 30 ნიუ-იორკის ხელა არის თბილისი. ეხლა რა ციფრებსაც გეტყვი, ეგ 30000 საერთოდ არ იქნება გასაკვირი. ზესტაფონში ხო ხარ ნამყოფი? ზესტაფონში მე როგორ არა ვარ ნამყოფი. თამუნა ზოგადად ზესტაფონი. თამუნა. ხო. ზესტაფონის მერიაში რამდენი ადამიანი მუშაობს, ცი? 968. ან ნახე მერმარო თქვას რომ დილის 10 საათზე მაგ ეხა თათბირი და ყველა თანამშრომელი მოიყვანეთო შენობა არ არის ზესტაფონში რომ ყველა დააჯინე. ან აი მაგალითად ეხა აი წარმოვიდგინოთ რა აი საქართველოს მოქალაქეებმა წარმოვიდგინოთ რომ დილის 10 საათზე ზესტაფონში იღვიძებს 968 ადამიანი და ზესტაფონის განვითარებისთვის მუშაობს. რა მეეთყობა ზესტაფონს? რაზე მუშაობს ამდენი კაცი მაგრამ? აი მაგალითად თელავში მუშაობს 1103 კაცი მერიაში. 1100. პატარა ქალაქი თელავი დიდი ქალაქია. ლენტეხი ხო პატარა არის 600 კაცი მუშაობს. ამბროლაურში მუშაობს 661 ადამიანი. ამბროლაურის პატარა ქალაქია ძალიან. ორი ქუჩა არის. ხო. რასაკეთებს 600 კაცი. ხო და მაგას ვიძახი, ანუ აი რომელიმე რეგიონს ეტყობა, რომ იქ ამდენი ამხელა რესურსი იხარჯება. ხო. ხელფასად მიდის. ზოგს კამი არ აქვს საერთოდ, მაგი და არ აქვს. მაგრამ შექმნილი აიპები და სიპებსაც ხო ისეთი საინტერესო ხო igონებენ ახალი სიპები. ხო, ნუ ახლა რა არის, რაღაცა აიპი რო შექმნა, მაგალითად და დაარქვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ხო? ჩვენერი სახელია რა, ინფრასტრუქტურას განვითარებს რა პრეტენზია გვაქვს, ხო? ტურიზმის განვითარება, დაარქვი რა, სპორტის განვითარება, ხელოვნებისა და რა ყველაფრის განვითარება, ხო? მაგრამ ახლა ერთი IP არის ძალიან მაგარი შექმნეს 2020 წელი არის პანდემიას ვებრძვით, გადავრჩებით თუ არა არ ვიცით, ხო? ხო, ძალიან მძიმე პერიოდი. ძალიან მძიმე პერიოდი არის და არის ესეთი აფხაზეთის მთავრობა, ხო გაგიგიეთ? კი. ხო, კაცმა რო არის რასაკეთებენ. მოკლედ დაფინანსება. ნუ დაფინანსება ყველაფერი და შექმნეს IP. რა ქვია? IP. ეხლა მოდი გავიაროთ რა ქვია ამ IP-ს. IP-ს დასახელება არის სულიერების ცენტრი. არც მეტი, არც ნაკლები. არ ხუმრობ, დოკუმენტებია. სულიერების ცენტრი შექმნა აფხაზეთის მთავრობამ. ამ ცენტრის დაფინანსება არის წელიწადში 250,000 ლარი. ანუ ეგ ჩვენ ვინც ვართ, 250,000 ლარს ვიხდით, რომ სულიერების ცენტრმა იფუნქციონიროს. ეხლა ჩნდება კითხვა. ეს სულიერების ცენტრი რასაკეთებს? რასაკეთებს? ანუ რაღაცაზე ხო უნდა ის ვაჟა-ფშაველაზე აქვს თაგერ ოფისი. კი, ვიცი. და რაღაცაზე უნდა იზრუნოს, ხო? ვაჟა-ფშაველაზე ზის ოფისში აფხაზეთის მთავრობამ შექმნა სახელი აქვს სულიერების ცენტრი. და დავიწყე ხა კვლევა რა უნდა საერთოდ ამ ორგანიზაციას. რა ეხება? ჩვენ სულთან აქვს საქმე თუ რა? მოკლედ ამოვიღე წესდება და წესდების პირველი A პუნქტი. აფხაზეთის საზოგადოების სულიერი გაჯანსაღება. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან აფხაზეთის საზოგადოებას აჯანსაღებს სულიერად. პუნქტი B. სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. პუნქტი G. სულიერების პოზიციონირება. სულიერების პოზიციონირება მდგრადი განვითარებისა და სხვადასხვა სექტორ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში. პუნქტი D.
კაცობრიობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა პროპაგანდა მოქალაქეთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და შემწყნარებლობის აღსადგენად. იმინა წოლის დაკალებია. პუნქტი Z სულიერების როლისა და პოტენციალის ახლებული გააზრების ხო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და აუდიტორიის განვითარების მიზნით საზოგადოებასთან კომუნიკაციის ძალიან მინდა ის ტიპი გავიცნო ეს ის დაწერა. მოკლედ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნეს აფხაზეთის მთავრობაში. ხო 250,000 ლარი დაგვიჯდა ეგ რა. დღესაც არსებობს? ეხლა რა ქნეს იცი? ეხლა ამ წუთას გააუქმეს 4 წლის თავზე. ხო. ანუ 4 წელი ჩვენ სულიერება პრობლემა ხო არ ქონია, ესენი ზრუნავდნენ. იცი რა უნდა გითხო, ახლა მაგალითად ხო ყოველ დილით ხო გამოდიხარ სახლიდან, რომ დაიწყო რაღაცა თემაზე მუშაობა რა, ხო? გამოდიხარ და აი ყველაფერი ხო გვაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ახლა წავედით და დავიწყოთ ახალი მასზე მუშაობა. კი, როგორ ანუ ყოველი დღე ერთი იყო ძალიან ესეთი სასაცილო ამბავია. შემსწრე არავინ არ მარტო სახლიდან გამოვედი, ჩვეულებრივი ესეთი ხო. არაფრის მთქმელი დღეა, ავი სტანდარტულად უნდა წავიდე და რაღაცეები ვეძებო. ხო. და რაღაც ფონური ის არის, რადიო ჩართული გაქვს და რაღაცები გესმის რა და დაიწყო ჰოროსკოპი. ну ეხა ბიზნესი დაიჯერა ხალხმა და ჰოროსკოპის ადვარ უნდა გჯეროდეს, ხო? ჰოროსკოპი, ფენშუი, ყველაფრის უნდა გჯეროდეს. ხო. და ეს ჩართული არის ეხა ესა და მიდის ჰოროსკოპი და დაიწყო და მივიდა სასწორზე. სასწორი ვარ ზოდიაქოთი და აუწიე რა რომ გავიგო ერთი რა უნდა დაიწყო რომ ნეიტრალური დღე გაქვთ და ცაგარელი იმას ავშვება და ნუ დღევანდელი დღის რეკომენდაცია სხვის ფულს ნუ დათვლით მოვტრიალ წამოწახო არ იყო შენი დღე აზე არის არ ჩემი დღე აღარ იყო არ იყო ყველა სასტორისთვის იყო ნეიტრალური ოღონდ მე საქმე არ მქონდა იმ დღეს ან რეკომენდაცია იყო რომ სხვის ფული არ და მეც არც არ ვაკეთებ ჩემი არ მაქვს რა დავთვალოთ შესაბამისად სხვის ფულს იტვი კი ხო მაგამ ბავში მართლა მოწესრიგებული ადამიანი ხარ იმიტომ რომ სულ ესე გაწიკწიკებული გაქვთ ხოლმე ყველაფერი ხო კი ზოგადად ეს მოწესრიგებული რაღაც ისეთი ზომიერი ადამიანი ვარ არ მიყვარს რაღაც ისეთი აი განსაკუთრებით გზებზე მანქანის მართვის დროს არის კიდე ზედმეტი წესიერება რა სახში ყველა მეჭუბე ორნელა დავდივარ ზედმეტი წესიერება თუ ხარ გვიან მიხვალ სახში ეს არის საცობებთან დაკავშირებით არის კიდე ძალიან ის ხო საცობში რო დგახარ და გვერდიდან რომ მანქანები აი ტროტუარებზე რომ მიდიან გვერდიდან რო გაგივლიან ხო აი ხო ძალიან ნერვე მომშლელია რა ზევიდან რო გიყურებენ ესე რო არის ეს გაიარა და ერთი დღე არის წერეთლიდან ავდივარ საბურთალოზე, ანუ ხიდზე გადავედი, ხო, ვახუშტისხლზე გადავედი და ქვევით უნდა ჩავხვევი, რომ სანაპიროზე ჩავიდე. გოთუამდე ჩასახვევი. ხო, გოთუამდე ჩასახვევი ვარ და ეგ როგორც კი შეუხვი ამ შესახვევში და მანქანა არის გაჩერებული, ანუ არ მიდის, საცობია. მოიც პატიოსნად ამოვდექი ამ მანქანის უკან და დავდექი და ველოდები როდის წავა. რაღაცა 3 წუთში ცოტა გადავიწიეთ. შემოსობაში გვერდიდან ერთმა მანქანამ გამიარა, მეორე მანქანამ გამიარა. ნუ მესამემ რო გამიარა სიგნალით, გავაპროტესტე, რომ მეთქი სად მიდიხარ, კაც მე აქ საცობში ვდგევარ და თან ეხა ვფიქრობ, რომ ესენიც მიშლიან მე საცობში გასვლას, იმიტომ რომ ხო რო ეკვეხებიან ხოლმე ეს. გვერდულად. ამიტომ დავიწყე ახლა დამყარება წესრიგის. გადმოვედი მანქანიდან და ვინც დააპირებს რომ გამისწროს, რიგში ვაყენებ. რომ ვთხარი ძმაო, რა ასაკეთებ, ეხა ვერ გავიგე. იქ ეხა ერთმა ორმა მიცნო სახეზე და ეხა მე რო წესრიგს ვამყარებ, მომეხმარნენ ეხა ისინიც რა. ერთი თავით დავდავლა დავაყენე, მეორე არავინ არ უნდა გაგვეპაროს რა. რომ ყველა უნდა ჩავაყენოთ რიგში და ბოლო მანქანა უკვე სადღაც აი ჩაცდა რა, ხიდან არის უკვე დიდი საცობია. ხო პატრონიც ამოვიდა რომ რა ხდება, ხო. არაფერი არ ჩანს და საცობია. საბოლოო ჯამში გაირკვა რომ გაზის ზაპრავკის ეგრეთ წოდებული რიგში დავაყენე მანქანებს. გვერდზე იყო თუ გაქვს ნანახი მან დრო შეუხვევ იქვე ცოტა ქვევით არის გაზ ამარცად ხო მაგრამ გაზის ზაპრავკა უხდება რა ამას რა იქ უბრალოდ გვერდზე უნდა გაგებლო და ჩახვიდოდი რა ეს თამარი მოვაწესრიგე რიგი რა ხო მაგრამ მე ვიცი რომ შენ 2021 წელს იყრიდი კენჭს ისანში საკრებულოს შენ ისნელი ხარ ხო კი ვაზისუბანი ვაზისუბნელი ხარ
ისანში როგორ გაიხსენებთ არჩევნების პერიოდს? ხო, ძალიან კარგი პერიოდი იყო. ხო, ძალიან. გამოცდილებაც ასეთ კვեպი იყო პირველად ყველა არჩევნებზე სუსხვას ვირჩევდი. სუსხვაზე ვმუშაობდი და ხო, გადავწყვიტე ერთ დღეს ხო, ანუ შენ იყარო კენჭი. ხო, მე უნდა ვიყარო კენჭი. მოკლედ სიტუაცია არის ესეთი, ჩამოვდივარ დილით ეს რაღაც მანქანით მივდივარ, ოფისში უნდა მივიდე და ერთ-ერთი ჩემი უბნელი მაჩერებს რა, ხელს მიქნევს. ოღონდ როგორი უბნელი არის, იცი? შენს გეყოლება ესეთი. შენი უბნელი რო არის, იცი? ოღონდ სახელი და გვარი რო არის, იცი? ხო, ზუიგ ბანში. ოღონდ სადაც არ უნდა შეხვდეს, რომ მიხვალ და გადაკოცნი ამ ადამიანს. იმიტომ შენი უბნელია რა. ხო. ხო და ხო გამაჩერა. თან ცოტა ისეთი უბნელი არის, გაბრუებული ყოფნა უყვარს რა. ხო. გამაჩერა, მოკლედ და გადმოვედი მივესალმე, რა შვები, როგორ ახარ, კარგად ავარ და ნუ დაიწყო როგორ მოწონს და როგორი აღფრთოვანებულია, რომ მე ვიყრი კენჭს. რომ საღოლო რა, რომ შენ უბანში რო ხა კენჭს იყრიო, ეგრეო რა, რომ ბოლო-ბოლო მანამდეო ძმაო, ქოცებიო 150 ლარს გვიხდიდნენო და ეხლა ძმაო ვეტყვიო, რომ აგენ უბნელი არისო და რაღაცა სტავკა უნდა გაზარდონო. გემჭე გამიხარდა რომ მე მაძლევს ხმას. მე გამიხარდა რომ აი რაღაცა აი მაგრამ მაგას რა ჯობია შენ რომ დაგაყენესო რომ გაძვირდა ცოტა არჩევნებიო. გაძვირდა, თვითონ გააძვირა უბანში არჩევნები, იმიტომ რომ ისი უბნელი აბა ეხა იმას უნდა უთხრა უარი ძმაო და ეხა ცოტა მეტი უბნელის ღალატი ცოტა ძვირიჯდება. ხო. ჯობია რომ არა იცი რა უნდა კითხო ეხა შენ მაგალითად მერიაში მუშაობდი. მერიაში რა გამგებლის მოადგილე გამგებობაში რომ გაუმაგდეს. ხო, მოხსნეს, ხო? მე კი მოუგე სამივე სასამართლო. ხო. ერთადერთი ვარ ნარმანიას დროს? ხო, მერიის თანამშრომლებიდან ერთადერთი ვარ, ვინც ვარ პოლიტიკურად დისკრიმინაციის მსხვერპლი. ოფიციალურად სამივე ინსტანცია საქართველოს. სამივე ინსტანცია მოუგე, კი, რა თქმა უნდა. წინა ხელისუფლებისას დროს მოყოლებული მუშაობდი, ესე იგი. კი, 2007 წლიდან ვარ თვითმმართველობაში. მანამდე კიდე სხვაგან და ასე შემდეგ. ხო, ეხა მაშინაც ხო უშვებდნენ ხალხს ეხლა იქიდან მარტო შეხო ამან დროს ხო არ დაწყებულა. ხო, ეგრე იციან. არა, ერთი შემთხვევა იყო ესეთი კურიოზული არის. ხო, ეს ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ეხება. მოკლედ ვიღაც თანამშრომელი იყო ერთ-ერთ სამინისტროში. რომელიც რაღაცა კარგად არ მუშაობდა რაღაცა და მოკლედ უთხრეს რომ გაუშვიო რა ეს თანამშრომელიო რა. ანუ მის დაქვემდებარებაში არის ერთ-ერთი. ხო. და უნდა გაეშვეხ სამსახურიდან რა და ამ თანამშრომელებს რომ გაიგო რომ სამსახურიდან უშვებენ, შეცვალა ეხა ტაქტიკა რა. დილას გახდა 10 საათი სამსახურში მოვიდა 10 ნახევარზე მოდის. ყველაზე ბოლოს მიდის. ხო. ძალიან კარგად აკეთებს ყველაფერს. აქედან უტრიალეს იქიდან ვერაფერ ვერ მოუძებნა რომ გავუშვას რა. ხო. ბოლოს მოიფიქრა რომ აი აქ ჩავატარებ ხა ასე ქვია. რეორგანიზაციას. ნუ და აიწყო ეს რეორგანიზაციის ჩატარება, შეათანხმა ყველასთან შეათანხმა, თუ გესადმე შესათანხმებელი იყო. ამოიცა განკარგულებები, ბრძანებულები, ყველაფერი და გააუქმეს. თანამდებობა. ამ კაცის თანამდებობა. ვინც მოსახსნელი გააუქმდა, რეორგანიზაცია ჩატარდა, რა პრობლემაა. ხო და საბოლოო ჯამში მე მივიდა სამსახურში რა, კმაყოფილი, დამშვიდებული, რომ მოხსნა. ოღონდ მე გაარკვია რომ ეს თანამდებობა რომელიც იმ ხალხს ეჭირა ანალოგიური იყო მის თანამდებობასთან და თავის მოხსნა სამსახურში. თავის მოხსნა. კი, ერთი შტატი გაუქმდა. ერთად წავიდნენ სამსახურიდან ორივე. სხვა შორის ეგ რო წავიდა იმის პირას დაუწყია მუშაობა. ხო. ბესო ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ მოხვედით შეფთა გადაცემაში. არაჩვეულებრივად მე მგონი ხალხს გავაგებინეთ უფრო კარგად თუ რა დიდ ჭაობში იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. ხო ესე? სამწუხაროდ ესეა. 2025 წელს მიილია ახლა, ხო? და ანუ ჩვენ ფაქტიურად კორუფციის შეჯამება ჰქონდა ამ წლის ბოლოს და არ თუ ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, კარგი რა გითხრათ. მაგრამ ქართული ოცნება გამოასწორებს, კიდევ უფრო მეც მოიპარავს, რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში. მინდა წარმატებები გისო და მოგილოცო ახალი შობა, ახალი წელი წარმატებები გისურვო და სიფრთხილე გამოიჩინე მაინც სახიფათო კაცი ხარ. ხო ხდები და რა ქვია ბევრი თვალი და ყური გადევნებს და ამიტომ მინდა რომ მშვიდობა გქონდეს პირადად და ჯანმრთელობა რაც ყველაზე მთავარია. ვცდილობ. წარმატებებს გისურვებთ. თვითფასო ტელემაყურებლებს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონ ბესიკ დონაძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი.
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.